და აი პატიცემულო მაყურებლებო, როგორც დავპირდით? რა თქმა უნდა, ველით კომპაქტ კაფის ავტომობილებს შეგახსენოთ, ეს არის BMW ტიპის. ეს არის როლების მეხუთე ეტაპი, დარჩენილი არის კიდევ ორი ეტაპი. აი კრედიტონჯის ავტომობილიც დადგა სასტარტო ბადეზე, მას მართავს სანდრო ლომაძე. ამბიციური სანდრო ლომაძე. მესამე სასტარტო პოზიცია აქვს. სანდრო ლომაძე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სამწუხაროდ ასპარეზობდა დაზიანებული ავტომობილით, როგორც პირად ინტერვიუში განაცხადა, მისი ავტომობილი იყო დაზიანებულ მდგომარეობაში. მან განმარტა, რომ ფაქტიურად ბოლომდე გამართული ავტომობილი ყავს ახლა და შესაბამისად სასტარტო პოზიციაზე ეს ძალიან კარგად აისახება. ირაკლი კუხიანიძეს ხედავთ, რომელიც ესეთი მოწესრიგებული პილოტია, ძალიან თავდაჯერებული, ნახოთ როგორი ასპარეზებს და სასტარტო ბადე ვანო მძელური 2 წუთი და 4 წამში გაიარა საკვალიფაციო გარბენი, შემდეგ არის ქობულია, ლომაძე, ჭონიშვილი, კუხიანიძე, ჯანკარ თურმოღლუ, გიორგი ბაინდურაშვილი, მიხა თამასიძე, გიორგი კირვალიძე, გიორგი გამყრელიძე, დავით ისახანაშვილი, დავით ლაპარტყავა და ოთარ ალაშვილი. მოგახსენეთ, რომ 2 წუთი და 4 წამი ეს არის ძალიან მაგარი დრო ამ კლასის ავტომობილებისთვის და მე მგონი ეს პირველად დაფიქსირდა ასეთი დაბალი დრო და ეს რეკორდი ეკუთვნის ვანო მძელურს, რომელიც შესაბამისად პირველი პოზიციიდან სტარტავს. აი ახლა 2 წუთი და პელეტონი სრულად დადგება სასტარტო ბადეზე. ეს წინა სასტარტო მზადებაა, არ გაგიკვირდეთ პატიცემულო მაყურებლებო, აი ნელა-ნელა დგებიან პილოტები. და მძელურმა დაიკავა თავის კუთვნილი პირველი პოზიცია. მეორე პოზიციაზე არის დიმიტრი ქობულია, მას კვალ და კვალ უდგას სანდრო ლომაძე და მეოთხეზე ვასილ ჭონიშვილი. გული მიგრძნობს, რომ პირველი მოსახვევი ხელმარჯვნივ იქნება ძალიან დაძაბული. დიდი შანსია მოხდეს ინციდენტიც, თუმცა უსურვებ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ამოთ პილოტში იქნება დიდი ჯახი მთელი რბოლის განმავლობაში, ასე რომ სანახაობა ნამდვილად საინტერესო გველის პატიცემულო მაყურებლებო. აქაც ტრადიციულად გრიგელს უშვენებს ავტომობილებს და პილოტებს გვერდს. ეს ტრადიცია. მინდა მაყურებელს ვუთხრათ, რომ ეს M-ის ნიშანი, ეს მხოლოდ ნიშანი იყო, ეს ავტომობილები არ არის M ტიპის ძრავის ავტომობილები, არ გააჩათ M ტიპის ძრავი, ესენი არის 1 და 9 ES-ის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები. რომლებიც იმდენად მომზადებული, რომ ფაქტიურად იგივე დროში დადიან, როგორც სტანდარტი M3 აი ამ ჩვენ რუსთავის ავტოდრომზე. ნახოთ რა მოხდება ამ გარბენში. 4 ცილინდრიანი რიგითი ძრავები უყენია და მათი სიმძლავრე მაქსიმუმ აღწევს 150 ცხენის ძალას, მაგრამ წონა სიმძლავრის თანაფარდობა საკმარისია იმისთვის, რომ კომპაქტ კაფი იყოს ყველაზე სანახაობრივი მომზადებული ავტომობილებია. ჩვენ ხედავთ, როგორ აქვთ მათ შასი გამზადებული, ხედავთ საბურავები, როგორ არის დამინუსებული, ეგრეთ წოდებული, მორგებული დაკიდების სისტემა და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ფანტასტიკურ დროს არის. წინათulis ნახარი არის მინუს სეგმენტში გასწორებული, ეს ტრადიცია. და რაც შეიძლება აქ ესეთი ძირეული ცვლილებები მოახდინონ პილოტებმა, ეს არის ძირითადად დაკიდების ხარჯზე. ძრავი შეზღუდულია ფორსირების თვალსაზრისით, შეიძლება გახშირებულ ჰაერს თუ მიაწოდებთ და აქაც რაღაც გარკვეული შეზღუდულია. მარჯვენა ბამპერის მარჯვენა კუთხეში როგორ აქვს ზუსტად ამ გახშირებულ ჰაერზე გაკეთებული აქცენტი, ძრავი იკვებება ჰაერით, შესაბამისად ძალიან დიდი რაოდენობით ჰაერით ყვებავენ ძრავებს ჩვენი პილოტები. ფაქტი სახეზეა, სწორედ მომზადებული დაკიდების სისტემა, სწორედ მომზადებული ძრავები, ყველაფერი ერთად ქმნის ზუსტად იმ კარგ შედეგებს, რომელსაც ამ კლასის პილოტები ქმნიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი 5-6 პოზიცია და ალბათ უფრო მეტიც ყველა პილოტი თითქმის თანაბარია. თანაბარი კლასის პილოტებია, შესაბამისად მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო. თქვენ ალბათ ეხა შეამჩნევთ, რომ მინუს ნახარი წინათვლები და ეს ზუსტად უზრუნველყოფს მეტმოჭიდებას მოსახოვებში, შესაბამისად ყველა ავტომობილი მეტნაკლებად აი ამ გეომეტრიით არის აღჭურვილი. და რამდენიმე წამში ჩვენ დავინახავთ, როგორ დასტარტავენ ავტომობილები. დასტარტიც. ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა ვანო მძელურს. მძელურმა კარგად აიღო. მოსახოვი არის ხელმარჯვნივ და დიმიტრი ქობულიამ კვლავ მოუგო სტარტი ვანო მძელურს და შეასწრო პირველ მარჯვენა მოსახოვში. ასევე მოუგო, ხედავთ. სანდრო ლომაძე შევიდა მე მგონი მესამე. სანდრო ლომაძე და ვასილ ჭონიშვილი დავინახეთ რამდენად. აი და შეჯახება სამწუხაროდ ვანო მძელური შეეჯახა
ეს თუ არ ვცდები იყო ვასიკო ჭონიშვილი გამოირჩევა აგრესიული შეტევით და ტარებით შესაბამისად ალბათ ამან გამოიწვია ეს ლომაძე არის მეორე პოზიციაზე, თუმცა ვხედავთ რომ მისი ავტომობილიც არის დაზიანებული. მესამე მოდის. იმედია ლომაძეს ეს არ შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს. აი, ნახოთ ახლა მორიგი მოსახვევი და ალბათ მორიგი გადაადგილებას ექნება ადგილი. ახლა პილოტები გადიან. ჩვენ მიხათ ამასიძევს ხედავდით კადრში. პირველი პოზიცია ქობულია, მეორე ლომაძე და მესამე კუხიანიძე. ხოჭახ სანდრო კარგი სტარტი აიღო. პირადად გარემოებებაც შეუწყო ხელი, მაგრამ სანდრო იმდენად აგრესიულად და იმდენად კარგად შევიდა, რომ ეთყობოდა პირველივე მეორევე მოსახვევიდან გამოვიდა კარგად. 4-კას მოუწურდა ავტომობილს, თუმცა შეძლო. აი ხა სანდრო ეცდება ალბათ რომ ქობულია შეუტიოს. მე მგონი სანდრო მართალი იყო, სანდრო ამბობდა მთელ წელი რომ რაღაცა ჭირდა მის ავტომობილს, მაგრამ ვერ იგებდნენ და შესაბამისად არ ქონდა სანდროს კრედიტონჯის წარმომადგენელს. ესეთი კარგი შედეგები. მეორე ადგილზე იმყოფება, უტევს აშკარად ლიდერს დიმიტრი ქობულიას და მე მგონი მოახერხებს კიდეც გადასწრებას. კი, ეთყობა რომ ჩქარია აშკარად, უფრო სწრაფია ტრასაზე. და ჩვენ ვხედავთ ვანო მძელური, რომელსაც პირველი პოზიცია ჰქონდა სტარტზე, იგი აბა ნახოთ ახლა სტარტ-ფინიშის სწორზე როგორ შემოვლენ პილოტები, იმიტომ რომ პირველი წრე დასრულდება, მეტნაკლებად გადანაწილდებიან პილოტები ტრასაზე. მინდა აღვნიშნო, რომ სანდრო ლომაძე იმყოფება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დაკიდების სისტემაზე KW-ზე, რომელიც სპეციალურად მისი ავტომობილისთვის დაამზადეს და რეალურად შედეგით ძალიან კარგია გამყოლაფეს. სლიპსტრიმში მოყვება სანდრო ლომაძე ახლა დიმიტრი ქობულიას, მიხათ ამასიძე ცდილობს გადაასწროს ავტომობილს და მე მგონი შეძლო კიდეც ეს. ახლა ლომაძე უტევს, ცდილობს იგივე მოსახვევში დაწინაურდეს. ჩვენ ვხედავთ წრის საუკეთესო დრო აქვს ახლა სანდრო ლომაძეს, ეთყობა კიდეც მას აფერხებს რეალურად ძელური. აი ნახოთ იქნება ხიდის ქვეშ გაასწროს. სლიპსტრიმი მესამე პოზიცია კუხიანიძე, მეოთხეზე არის ჩვენი სტუმარი ჯანკა თურმოღლუ თურქეთიდან, მეოთხეზე არის ბაინდურაშვილი, მიხათ ამასიძე ცდილობს გადაასწროს ავტომობილს. ნუ ხედავთ, ძალიან კარგად იცავს თავს ქობულია, მიუხედავად რომ სანდრო ჩქარია, აგრესიულია, მორგებული შასი აქვს. აშკარად ჯამის იგი სისწრაფეში უბრალოდ ახლა elოდება რამდენად შეძლებს მომენტს, რომ გაასწროს, რომ განახორციელოს გასწრება. პირველი ესი. ჩვენ დავინახეთ აქ კურიოზული ფაქტი, ფარებიც კი აუცილცი, მაგრამ კი, აშკარად იმდენად სწრაფია, რომ ახლა მაგრამ არ ამგონია ფარების ანთება მოქმედა, რა თქმა უნდა, პირველი ესი გაიარეს პილოტებმა, პირველი ესი გაიარეს და ვანიკო მძელური გადაასწრო კიდევ ერთ ავტომობილს. ანუ რაც დაკარგა ახლა ინაზღაურებს ისე გამოდის. ნუ პირად საუბრებში ვანო ამბობდა რომ მას ეშინოდა სტარტზე იგი იყო შედარებით ნელი სხვა პილოტებთან შედარებით და ეს დამტკიცდა მისი შიშები. პირველი პოზიცია სულ რამდენიმე წამში დაკარგა და მოხდა შეჯახება მასა და ჭონიშვილს შორის. სამწუხაროდ ჭონიშვილმა მე მგონი ვერ გააგრძელა ასპარეზობა, ვანიკო კი ისევ საქმეში. BMW-ს მოყვარულებს და ზოგადად აი ამ კლასის მოყვარულებს გულშემატკივრებს შეგახსენოთ რომ კომპაქტ კაპ ჯიზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და თვალი ადევნოთ იქ პერიოდულად განახლებები ხდება ეს საიტი ძალიან პოპულარობის სრულყოფის პროცესშია მომავალი სეზონი უფრო დახვეწილი იქნება ასე რომ თვალი ადევნეთ ლაივ ეთერებს ზუსტად ახალი საიტიდან დაძაბული ბრძოლა იქნება მთელი სეზონი ყველა წინაპირობა არსებობს ამისთვის ეხა სანდრო ოდნავ ჩამორჩა როგორც ჩანს ძელურმა ქობულიამ დაიჭირა ტემპი დაიჭირა ეხა ტემპი ძელური უკანა რიგებშია ბაინდურაშვილი უტევს ჯანკარტს ჯანკარტი არის თურქი მრბოლელი თუმცა გერმანის დროში დასკა ასპარეზობს საქართველოში რა თქმა უნდა პირველი სამი პილოტი იგივე თანმიმდევრობით არის ნახოთ რა გადაადგილებას ექნება ადგილი ეს თანაგუნდელები მე-4-5 პოზიციაზე. ჩვენ ვხედავთ ბოლო პოზიციაზე. პელეტონის უკანა რიგში არის მთელი ამბავი. მთელი ამბავი ხდება ნამდვილად. აქ იბრძვიან. შეგახსენოთ 13 პილოტია, ყველაზე დიდი პელეტონია. და სამწუხაროდ იმდენად უკან იმყოფება. აქ აუთსაიდერს გვაჩვენებენ. სამწუხაროდ არ ამგონია მან მოახერხოს და ლიდერთა პოზიციას შეუერთდეს და დაუბრუნდეს. ნახოთ როგორ განვითარდება მოლენები. აი ხო ნახოთ
ჩამორჩენილთა პელეტონს აშკარად მიხა თამასიძე ლიდერობს. აი გლომაძე ცდილობდა თითქოს გარე ტრაექტორიდან გასწრებას გადააჯვარედინა, მაგრამ არ ეყო იქ მანძილი აშკარად. ეს არის 180 გრადუსიანი მოსახვევი. აქ რთულია გასწრება, თუ დამოხრუჭებაზე არ შეხვედი და ცხვირი არ გაუყავი, წინამდელ შემთხვევაში ვეღარ ასრებ. ასეც მოხდა. შემდეგ არის ეს კლასი, ეს ტიპი, მაპატიეთ, უკანა ეს ტიპის მოსახვევი. და როგორც ხედავთ, უკანა ესიც ჯერჯერობით მშვიდობიანად გაიარა ყველა პილოტმა. ეს არის პელეტონის შუა ნაწილს გვაჩვენებენ ახლა რეჟისორები. მიხა თამასიძე უდაო ფავორიტია და ლიდერობს ამ პელეტონს. ნახოთ, გაიშალა რბოლა და ყველაზე დაძაბული მომენტი მაინც მე მგონი პირველ სამეულშია, კი ასეც არის და აი ზუსტად სტარტ-ფინიშის როგორ აგრესიულად მიყვება ირაკლი კუხიანიძე, რომლის ავტომობილის ძრავას ქონდა რაღაც პატარა პრობლემა და იმდენად ჩქარი არ იყო სწორ მონაკვეთზე, თუმცა მოსახვევში ირაკლი ძალიან ძლიერია. შეგახსენებთ რომ მეოთხე წრეზე წავიდნენ პილოტები, კვლავ ქობულია ლიდერობს. სანდრო ლომაძე შეძლებს თუ არა რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე, წყნარად დაგეგმოს შეტევა, მას ამაში ხელს არავინ არ უშლის უკრიდან. ფაქტიურად კუხიანიძე მას არ მიყვება გასწრების დისტანციაზე, ამიტომ მან შვიდად უნდა გადაწყვიტოს. შეიძლება კუხიანიძე ახლა მოლოდინის რეჟიმშია თუ აი ეს პირველი მეორე ადგილზე მყოფ პილოტები რას ჩაიდენენ და მე ალბათ თავის სტრატეგიას ამის და მიხედვით ააგებს. იმიტომ რომ ჯერ ვერ ვიტყვით რომ გასწრების დისტანციაზეა, მაგრამ იქვე იმყოფება. ეხლა თავარია ლომაძე რას მოუძებნის ქობულიას და რამე შეცდომა არ დაუშვას ლომაძემ თავარია და სწორედ წარმართოს თავისი რბოლა. ფაქტიურად სამივე პილოტი იმყოფება გასწრების დისტანციაზე, შეუძლიათ შეცვალონ დღევანდელი რბოლის სულელობა. დავაკვირდეთ როგორ გააგრძელებენ ასპარეზობას. ფაქტია რომ აშკარად რომელიღაცა უფრო მეტად უნდა დაამატოს, ასე ვთქვათ. არა, აშკარად სანდრო ლომაძემ დაკიდების გარეშეც ძლიერი პილოტია და არ მგონია რომ ქობულიას ესე აცალოს რბოლის დასრულება. ყველაფერს ეცდება. მაგრამ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით ასპარეზობა საკმაოდ რთულია. სანდროს კი ყველაფერი წესრიგში აქვს ამ ეტაპზე, მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ნამდვილად ვიტყოდი რომ დიმიტრი ქობულიაც გამოირჩევა თავისი ავტომობილის გამზადებით, მას ყოველთვის მწყობს ყავს ავტომობილი და ყოველთვის იბრძვის ლიდერთა პოზიციებისთვის. ნახოთ როგორ მოერგებიან, რას იზავენ. ირაკლი კუხიანიძე მესამე პოზიციაზე. მე მგონი ახლა ერთ და იგივე დროში მოძრაობენ. ჰანდიკაპები შენარჩულია. არაფერი. ჯანკარტი საკმაოდ სტაბილურად მოდის მეოთხე პოზიციაზე, მაგრამ პოდიუმისთვის მას ეს პოზიცია ნამდვილად არ აწყობს. მეხუთე წრეზე მიდიან უკვე პილოტები, აი სტარტ-ფინიში სწორი გადაკვეთეს. ლომაძე კვლავ მეორეზეა. და ეხლა ცდილობს უკვე გასწრების დისტანციაზე მიუახლო და ეს რო იყოს ახლა ლეგენდქარი ალბათ მიაწვებოდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ აქ ტურინგია, ტურინგში მიწოლა. რამდენიმე სანტი ფარებს უნთებს, სანდრო ლომაძე უნთებს ფარებს გამატარებო, მაგრამ არ ვიცი ეს რა ჟესტიკულაცია არის. ეს უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ალბათ უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ხედავთ სანდროს რაღაც მარცხენა მხარეს, მე მგონი ეს ცერეოდელი დაზიანება, ეს არ მგონი ამან ხელი შეუშალოს. აშკარად ჩქარია სანდრო და ალბათ იმიტომ უციმციმებს ფარებს რომ გამატარებო, თუმცა ჩქარია არ ნიშნავს იმას რომ უნდა იყო მასზე წინ. უნდა დაგეგმოს სწორედ და სამოქალაქო რეჟიმი არ არის, ბუნებრივი აქ არავინ არაფერს არ დაუთმოს, მაგრამ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. ლომაძე აშკარად სწრაფია, მიუხედავად იმ ცერეოდელი დაზიანებისა. როგორც შეტევა, ასევე თავდაცვა არის რბოლის ნაწილი, რასაც ძალიან კარგად აკეთებს. აი იმედია ამესის მერე ვნახოთ იმ 180 გრადუსიან მოსახვევში თუ გვიან დამოხრუჭებას თუ დაიჭირა ქობულია. აი ვნახოთ რამდენად მოახერხებს ლომაძე ამას. თუ არა და მაშინ სლიპსტრიმზე აი არ უშველა გვიანმა დამოხრუჭება, მაგ ერთ რეჟიმში შედიან. ეხლა გაივლიან უკანა ეს და ალბათ ლომაძე გამოიყენებს კვლავ სლიპსტრიმს სტარტ-ფინიშის სწორზე და მეორე მოსახვევს. მე მგონი ძალიან მარე კუხიანიძე აუნთებს ფარებს ლომაძეს გამატარებო. კი, წამოეწია, აშკარად წამოეწია. ეხლა გამოდის რომ ქობულია ორივეს აფერხებს. ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად ასე ჩანს. ხანდახან არის ისეთი სვლა, რომ თავდაცვისთვის უნდა შეაფერხო უკანა ბოლელები და შენ თვითონ უნდა შენელდე, რომ ისინი უფრო მეტად შეანელო. ალბათ ამ ტაქტიკას მიმართა დიმიტრი ქობულიამ, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კუხიანიძემ და წამოეწია სანდრო ლომაძეს. თუმცა როგორ წარიმართება ბრძოლა, ამას დავინახავთ.
ლომაძე ახლა ეცდება გამოსვლისას ზუსტად ჩაუდგეს უკან რომ მინიმალური აირის წინააღმდეგ ჩქარი აშკარად არ ყოფნის ლომაძეს იმისთვის რომ სწორ მონაკვეთზე გაასწროს ქობულიას ავტომობილი მაინც კარგ ფორმაშია და საკმაოდ ჩქარია სწორ ხიანიძე ეწევა ლომაძეს კი ნამდვილად დაეწია მე მგონი აი უკვე გასწრების დისტანციაზე მიუახლოვდება ყოველ შემთხვევაში ამ დისტანციას და ხედავთ როგორ ამცირებს მანძილს ძალიან კარგად გამოსდის ეს თითქოს მიუახლოვდა კუხიანიძე მაგრამ აშკარად კუხიანიძემ შედარებით ასე ვიტყოდი გამაზა ტრაექტორია შეგახსენოთ პატრიციებელმა მაყურებლებმა რომ ზუსტად ამ ბრბოლის ამ დისციპლინის საიტი არის აქტიურ მზადებაში კომპაქტ კაბჯი სადაც კი ნამდვილად სადაც დეტალურად განხილვები ლაივები უკეთესი ხარისხი მომავალი წლიდან კიდევ უფრო გამდიდრდება ეს ყველაფერი ასე რომ თვალყური ადევნეთ ინტერნეტ სივრცეში დაუბრუნდეთ რბოლას ეხლა უკვე პელეტონის შუა ნაწილს გვიჩვენებენ სადაც მათ თანაგუნდელები კი ნამდვილად აქაც მიმდინარეობს რაღაც პატარა ბრძოლები მაგრამ ყველაფერი საინტერესო მაინც წინ არის ლომაძე კლავ დაუღალავად უტევს თუმცა იქ უხიანიძეც უკვე რიფში ჩაჯდა წამოეწია ამ სამეულს შეიძლება უფრო მეტად დაძაბული გახდეს ბოლო წრეებზე ასპარეზობა თვითონ გაამძაფრებს რატომაც არა იმიტომ თავის თანაგუნდელს მოწყდა იგი აშკარად ქობულიამ გაზარდა დისტანცია უხენძე კი წამოეწია ლომაძეს შეგახსენოთ რომ სულ 8 წრე არის და ეხლა პილოტები იმყოფებიან მე-6 წრეზე ანუ ლომაძეს რეალურად რჩება არასრული 2 წრე რომ თავის მეტოქე დაჯაბნოს ქობულია რამდენად გამოუვა ეგ მეორე საკითხია და აქ ხედავთ რომ კუხიანიძე ამცირებს ეხლა მანძილს თითქოს ამცირებს მიუახლოვდება მე რაღაც მონაკვეთში ლომაძე ისევ გაურბის ნუ რეალურად რაღაც უნდა შეცვალონ პილოტებმა თუ უნდათ პოზიციების შეცვლა აი ნახოთ მაგრამ ქობულიამ რომ აშკარად შეცვალა და დაამატა ეს თვალნათლივ ჩანს გაუზარდა მანძილი ლომაძეს აი კუხიანიძე კი მიუახლოვდა დიდი შანსია რომ მარჯვენა მხრიდან დამუხრუჭებაძე ცხვირიც კი შეუყოს ლომაძეს და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლოს თუმცა გარეთა ტრაექტორია შიდა ტრაექტორი დაიჭირა აქ სულია კუხიანიძემ გარეთა ტრაექტორია არჩია შესაბამისად გამოეწია უკვე გასწრების მანძილზე არის უკვე კი ნამდვილად გასწრების მანძილზეა ნახოთ აი უკვე თავდაცვაზე გადავიდა ლომაძე ხედავთ როგორ დაუბლოკა მას მარცხენა მოსახვევი ყველაზე სწრაფ მონაკვეთს გადიან ერთ-ერთ სწრაფ მონაკვეთს ტრასაზე ჯერჯერობით ლომაძე კარგად იცავს ბლოკავს ხედავთ ისევ მარჯვენა ხრიდან თუმცა კარგად გადააჯვარედინა მაგრამ არ მიცა მაგის საშუალება ლომაძე პროფესიულად იცავს თავის შეტევაში დრო არ დაკარგოს და შეცდომა არ დაუშვას კუხიანიძემ არ ჩამორჩეს ყოველთვის დარჩეს მე-7 წრეზე იმყოფებიან პილოტები ესეც საცაა დასრულდება და რეალურად პილოტებს დარჩებათ 1 წრე. ქობულია გაიჭრა. აშკარად გაიჭრა. და ჰანდიკაპით შექმნა. მე მგონი პატარა შეცდომა ქონდა შეტევაზე კუხიანიძის, ამიტომაც ჯანკარტი მას წამოეწია. აი ხედავთ, ჯანკარტი კი ნამდვილად წამოეწია კუხიანიძეს. წამოეწევა. მინდა ტელემაყურებელს მოვახსენე, რომ შეტევის დაგეგმვა არის ძალიან რთული საქმე. იმიტომ რომ 2-3 წრე ჭირდება როგორც იმიტომ რომ შეტევის წამოწყებისას თუ შეცდომა დაუშვი შენ კარგავ პოზიციას. ჩვენ დავინახეთ ლომაძეს ქონდა პატარა შეცდომა, მოხურზე გადაუცდა და დავინახავთ გამოსვლაზე როგორ დაეწევა მას კუხიანიძის ავტომობილი. მთელი რიგი გადათამაშებები მიმდინარეობს შეტევაზე, დაცვაზე, თუმცა სამწუხაროდ პოზიციების ცვლილებას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ერთადერთი რაც თვალნათლივ ჩანს, რომ სანდრო ლომაძე დრიფტაობს. ლომაძეს მოუცურდა ავტომობილი რადასანანია და კუხიანიძე მამითი ისარგებლა და ბოლოს წინაწრე არის თუ არ ვსწრები ლომაძე გადავიდა ტრაქტორიდან და ჯანკარტი წამოეწია მას. როგორ დაიძაბა ბაინდურაშვილი ძალიან ახლოს არის. აი ბოლო წრეზე გადაწყდება ყველაფერი. კუხიანიძე, ლომაძე, ჯანკარტი, ბაინდურაშვილი, ნახოთ რა მოხდება, კუხიანიძე იცავს თავს, კარგად შედის. აი აქ ლომაძე ესტება ალბათ დაებრუნოს პოზიცია და ჯანკარტს გადაასწრო ბაინდურამ. ბაინდურაშვილმა გადაასწრო. თითქოს მოუცურდა ავტომობილი, მაგრამ გამოცდილი M3-ის პილოტია ბაინდურაშვილი და შესაბამისად ძალიან ოსტატურად დაიჭირა თავისი ავტომობილი. შეძლებს ლომაძე ახლა დაებრუნოს მეორე პოზიცია. ნამდვილად არ მეგონა თუ ბოლო წრეზე ესე დაიძაბებოდა ყველაფერი. ჩვენ ხედავთ დაზიანებულ
ანტიფრთას მარცხენას ლომაძესაც მას ჰქონდა პატარა შეხება, დავინახეთ როგორ ეფექტურად გადრიფტა. მოსახლეში შეცდომა იყო ეს მისგან დამოუკიდებელი. აი ზუსტად ამითი გამოირჩევა BMW Compact Cup-ის ავტომობილები შეცდომაზე, როდესაც მოგიწურდება, ეს არის უკან ამძრავი და შეგიძლია იცლება ვითარება გაატარო ავტომობილი, რასაც ვერ ვიტყვით წინ ამძრავ ავტომობილებზე. ნახოთ დაგეგმავს თუ არა ბოლო წრეზე ლომაძე შეტევას და გადავა მეორე პოზიციაზე. ნახოთ ძალიან ახლოს მიყვება. გამოუვა, ეს არის მთავარი. ნახოთ აუნთებს თუ არა ფარებს. და პირველი ესი გაიარეს. ფაქტიურად ქობულიას განახდებულია პირველი ადგილი, გარეთა ტრაექტორიიდან ცდილობს უკეთესი გამოსვლა გააკეთოს ლომაძემ. რამდენად გამოუეს ვერ გეტყვით, ძალიან მცირე მანძილი არის შემდეგ ესამდე. ყუხიანიძე მარჯვენა ხელსაყრელ პოზიციაში, შესაბამისად აქ ვერ მოახდენს გასწრებას. ნახოთ რა მოხდება ესიდან გამოსვლაზე. ეხლა თუ კარგი აჩქარება გლომადეს იმ მოკლე მონაკვეთზე შეიძლება წამოეწიოს რომ მერე გამოიყენოს აჩქარება განივზე. აი ნახოთ სამწუხაროდ ლომაძესთვის არ ამგონია მოასწროს. ნახოთ, მაგრამ ეს ლეგენდი არ არის რომ ბოლო 50 მეტრში გაასწროს სამწუხაროდ ლომაძესთვის. ქობულია პირველი პოზიცია. არა, თუ აქ ეხლა ყუხიანიძე შეცდომა არ დაუშვა ლომაძე მესამე. სამწუხაროდ სანდროსთვის არ დაუშვა ბოლა მესამე პოზიციით დამთავრდება. ჩვენ ვხედავთ რომ ჯანკარტს გადაასწრო უკან ბაინდურაშვილმა და მეოთხე პოზიცია დაიკავა. ქობულია, ყუხიანიძე, ლომაძე. ბაინდურაშვილი და ჯანკარტი მეოთხე. შესანიშნავი რბოლა გვიჩენეს პილოტებმა, განსაკუთრებით წინა სამეულმა. სამწუხაროა რომ არა იმ ლომაძის საის მოწურება, ალბათ ლომაძე მეორე ადგილზე დაკავდებოდა, დაჯერდებოდა. ძალიან სამწუხაროა რომ პირველივე წრეზე ამ კლასის ლიდერები ვასიკო ჭონიშვილი და ძელური გამოეთიშნენ. ძალიან სამწუხაროა ეს, თუმცა არანაკლებ ძლიერი პილოტები დარჩნენ და აჩვენეს თავიანთი კლასი. ულოცავ გამარჯვებულებში ჩვენ 5 სპორტსმენის ასპარეზობის მონსტრენი გავხდებოდი და არა 3-ის. მაგრამ რაც ნახეთ, ესეც მართლაც მთელი სეზონის განმავლობაში BMW Compact Cup-ი ყოველთვის გამოირჩეოდა ზუსტად აი ასეთი დაძაბული და საინტერესო ბრძოლებით. საუცხოო სანახაობა შემოგთავაზეს პილოტებმა, განსაკუთრებით ბოლო 2 წრეზე. დამთავრდა ისე როგორც დამთავრდა. ქობულია პირველზე, ყუხიანიძე მეორეზე და ლომაძე მესამე პოზიციაზე. ტრადიციისამებრ მრბოლელები მიემართებიან ტექკომისიაზე, სადაც მოხდება მათი აწონვა, ავტომობილების შემოწმება, ტექნიკური დათვალიერება და შემდეგ უკვე შამპანიურის ზღვა და პოდიუმი და ჯილდოები. ნახოთ ალბათ ლომაძესთვის მართლაც გულდასაწყვეტია იმ მოსახვევში მოცურება ყუხიანიძე. თუმცა ნიკა დამეთანხმები ძალიან ეფექტური იყო, როდესაც რამდენიმე მეტრი ლომაძემ ჩვენთვის იყო ეფექტური დრიფტით გაიარა. იმედი მაქვს გამეორებაზე ამ ეფექტურობას გვაჩვენებენ და ჩვენი მაყურებელი დაადგება ამ სანახაობას. ადგილის ტოლფასი იყო ეს ლამაზი მოცურება ჩვენთვის. არა უშავს წრიულ რბოლებში კიდევ ერთი ეტაპი გველის ჩვენ. ორი ეტაპი გველის წინ, ასე რომ ერთი არის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ასე რომ დაველოდოთ კიდე მრავალ საინტერესო რბოლა შემოგთავაზებენ პილოტები. აი გამეორება და ზუსტად აი პირველ მოსახვევში შექმნილ პერიპეტიებს ეხლა რეჟისორები შემოგთავაზებენ უფრო თვალნათლივ. აი ახლა ნახოთ. აი ზუსტად აი აქ მოხდა ის ჯახი ჭონიშვილსა და ძელურს შორის და დავინახავთ უკვე აი გადასული პილოტები, კი ასეც არის. სავარაუდოდ ჭონიშვილმა არ დაუთმო აქ პოზიციამ ძელურს და აქ არავის ჩვენ დავინახავთ მარცხენა, ხედავთ მარცხენა კარში როგორ იყო გასმული, ასე ვთქვათ, ჭონიშვილის ავტომობილი. ამ ინციდენტს უკვე მთავარი მსაჯი გადაწყვეტს. აი ხედავთ როგორ დაეჯახა, როგორ უჯიკა, ასე ვთქვათ, ერთმა მეორეს, მეორემ მესამეს, თუმცა სამივემ ჯაჭვური რეაქცია იყო. ჯაჭვური რეაქცია იყო. აქ დატრიალებული ავტომობილი ჩვენ დავინახეთ და კინაღამ მოხდა შეჯახება. მე-16 იყო ჭონიშვილი ზუსტად, რომელიც დატრიალდა. ვასიკო ჭონიშვილს კვალიფიკაციაზე ჰქონდა პრობლემა, მას კვალიფიკაციის ბოლოს გადაცემათა კოლობზე შეეკრა. აი აქ ნახეთ ზუსტად როგორ დაუთმო ლომაძე. ჩვენ დავინახეთ ჯანკარტმა როგორ უბიძგა შედარებით ბაინდურაშვილს, მაგრამ ბაინდურაშვილმა დაიმორჩილა და ფინიშიც.
მე მაინტერესებს თუ გაჩვენებენ იმ საინტერესო მონაკვეთს, როდესაც სანდრო ლომაძე მოცურებულ ავტომობილს მართავდა. ეხლა ტექ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები, როგორც წესი და რიგია, აი შედიან პილოტები დახურულ ბოქსში, სადაც ყოველგვარი манипуляცია გამორიცხულია. ტრადიციულად აწონვა და სალომე შემოგთავაზებს ინტერვიუს, საინტერესოა ვინ იქნება ის პილოტი, ვისაც სალომე ჩამოართმევს პირველ ინტერვიუს. ეს ალბათ 2 წუთში მოხდება და შემდეგ ტრადიციულად პოდიუმი და დაჯილდოება. აი შეაყენეს ავტომობილი ზუსტად 4-ვე თვლით უნდა იყოს სიმეტრიულად ავტომობილი, რომ სწორი წონა აჩვენოს. კადრში ხედავთ მიხათ ამასიძეს, რომელსაც ტიპიურად BMW-ს ავტომობილიდან როგორც აქვთ ხოლმე, არა, ნუ ის ალბათ რაღაც მითითებებს აძლევს გამეჯახა. ეს მე მგონი პერიპეტიებს არჩევენ ეხა პილოტები ავტომობილიდან გადმოუსვლელად. ერთმანეთს უხსნიან რაღაცას. კი, როგორც ჩანს, იქ სადაო მომენტი იყო და ზუსტად გიორგი გამყრელიძე ამაზიხილავენ და რაღაცას მიხათ ამასიძესთან. თუმცა მაინც რბოლა გადასაწყვეტია რბოლის კომისრისა და სტიუარტებისა, ასე რომ მე მგონი ცვლილება მაინც არ იქნება, ქობულია. გახარებული დიმიტრი ქობულია. გუგა კირვალიძეს ვხედავთ, რომელიც ასევე ასპარეზობს და ძალიან წარმატებით საქართველოს დრიფტის ჩემპიონატში და იგი ლიდერია ფაქტიურად ქართული დრიფტის. მას ძალიან იზიდავს ასევე წრიული რბოლები, სადაც აქაც ასპარეზობს, მაგრამ სამწუხაროდ წარუმატებლად. პილოტები ახლა ნელ-ნელა ყველა უკვლევლივ განლაგდება დახურულ ბოქსში, აი რასაც თვალყურს ვადევნებთ, ზოგმა ჩააქრო ავტომობილი და აი მიგორებით შევლენ ბოქსებში. და ვხედავთ დაღონებულ ვანო მძელოს, რომელსაც ნამდვილად არ გაუმართლა დღევანდელ რბოლაში. მას ჰქონდა პირველი პოზიცია და სამწუხაროდ პირველ მოსახულში მოუვიდა ინციდენტი. სანდრო ლომაძე, რომელიც აღჭურვილი არის მრავალი კამერებით, ჩვენ ხედავთ კამერა უკანა ხედვისაცო აყენებს ხშირად, კამერა თავზე, ფარებიც მწყობრში აქვს. აი ხედავთ როგორ აქტიურად იყენებს ამ მარშრუტებს. ასეთი ტიპით იგი ესალმება, მადლობას უხდის, საყვედურს აძლევს. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ სანდრომ დღეს კარგად იასპარეზა და მისი ავტომობილი ტექნიკურად იყო კარგად გამართული. ალბათ რაღაც გულით წდება შეეძლო მეორე ადგილი დაეკავებინა, თუმცა პოდიუმიც მრავლის თველია. ნებისმიერი შეჯიბრი არის სიხარულის და ასევე გულის დაწყვეტის მომენტი. ეს ყველა მრბოლელმა კარგად იცის. და აი უკვე დღის ბოლო დასასრულს უახლოვდება და ჩვენი ბოლო ჩართვა დახურული პარკიდან BMW კომპაქტის ძალიან დაძაბული რბოლა ვნახეთ 13 ავტომობილის სტარტზე და მესამე ადგილის მფლობელი სანდრო ლომაძე, რომელიც მთელი რბოლის განმავლობაში იყო მეორე. სანდრო, რა მოხდა და ზოგადად როგორ შეაფასებ დღევანდელ რბოლას? ძალიან მაგარი რბოლა, მივესალმეთ ჩვენ მაყურებლებს, ძალიან მაგარი რბოლა იყო. პირველივე მოსახვევში ორი მანქანა აიხედავთ აგერ. დაიმტრვა და ამის ხარჯზე მე-4-დან გადავინაცვლე მეორეზე, რა ვიცი, 5-6 წრე. უტევდი ლიდერს და ამ დროს კი წამომეწეა მესამე ადგილი და შემთხვევით მომისრიალდა და ამ დროს იხელთა კოხიანიძე და გამისრო და ნუ ეს მესამეზე გავეცი. სანდრო, ხობა კაი იყო. სანდრო, შენი გუნდი რა პოზიციებზეა? კლავ ჩემპიონობას ვინარჩუნებთ და იმედია ესე დავასრულებთ რა წლის ბოლომდე. გილოცავ სანდრო და უკვე შეგვიძლია გადავინაცვლოთ დაჯილდოების აივანზე. დღევანდელი რბოლა დასასრულს უახლოვდება, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.
მესამე ადგილიდან დავიწყებ უკვე პილოტების დაჯილდოებას. მესამე ადგილი სანდრო ლომაძე. მეორე ადგილი ირაკლი კუხიანიძე. და პირველი ადგილი ერთ-ერთი ლიდერი BMW კლასის დაუმარცხებელი დიმა კობილია. მოტოციკლებმა მიულოცეს, ასე ვთქვათ, გაზაფეხის მიჭერით, ხელის უბრალოდ მაპატიეთ და ვულოცავთ გამარჯვებულებს, შამპანურებით წუწავება და აუცილებლად შემდეგ უკვე სამახსოვრო ფოტო. გადმოგვეცით დიპლომები, რომ დავინდოთ, თქვენი დიპლომები არ გახდეს გასაფენი. მოდი დავემშვიდობოთ ჩვენს ჯგუფის მაყურებლებს. ნამდვილად საინტერესო საღამო გამოვიდა, იყო ძალიან ბევრი ინციდენტი, ძალიან ბევრი შეჯახება, გადასწრება, ექშენი, დრაივი. 4-ვე დისციპლინაში იყო საინტერესო რბოლა, რა თქმა უნდა, მეტნაკლები წარმატებითი ასპარეზის პილოტება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე კარგი სანახაობა შემოგთავაზეთ. გემშვიდობებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ისევ პირველ არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საქართველოს წრიული რბოლების მე-6 ეტაპზე. მომავალ შეხვედრამდე პატივცემულო ტელემაყურებლებო.